მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი TBC ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას რაგბი გვაერთიანებს კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიწყებთ გადაცემათა ციკლს სახელწოდებით რაგბი გვაერთიანებს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოს წლის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენას 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს 20 წლამდელთა ჩემპიონატის სარაგბო სამყაროში რანგით და პრესტიჟულობით მეორე გახლავთ მსოფლიო თასის სოფლიო სარაგბო თასის შემდეგ შეჯიბრება თბილისსა და ქუთაისში გაიმართება ტურნირში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული გუნდი ასპარეზობს, მათ შორის საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები სწორედ ამ მართლაც გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას ეძღვნება გადაცემათა ციკლი სახელწოდებით რაგბი გვაერთიანებს, რომელსაც წარმოგვიდგენს TBC ბანკი. დღეიდან ყოველ 4 შაბათ დღეს, ანუ სატურნირო დღეებში რადიო იმედის პირდაპირ ეთერით მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლებზე და კიდევ სხვა არაერთ საინტერესო დეტალზე. სანამ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ, მინდა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ, კერძოდ მომდევნო გადაცემიდან უშუალოდ გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ ვიქტორინას სარაგბო თემატიკაზე, გათამაშდება სხვადასხვა სახის სარაგბო ატრიბუტიკა, სწორი პასუხის ავტორი, დაჯილდოვდება ცნობილი ინტერნეტ მაღაზია Rugby Store-ის მიერ. ეს გახლავთ საქართველოში პირველი და თუ არ ვცდები ერთადერთი ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართული რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდასაჭერად შეიქმნა. TBC ბანკმა TBC ბანკმა ეს ონლაინ მაღაზია ქართული რაგბის მხარდამჭერმა და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა. Rugby Store-ში ყველა მსურველს შეუძლია სტანდარტული საგულშემატკივრო პროდუქციის გარდა ქართული დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოლექცია შეიძინოს, მათ შორის მაისურები და ბურთები მორაგბეების ავტოგრაფებით, ასევე სხვადასხვა სახის აქსესუარი და აი ამ პრიზების მოგების შესაძლებლობა ექნება მომდევნო გადაცემიდან ჩვენს ყველა მსმენელს. ახლა კი ჩვენი გადაცემის სტუმრები წარმოგიდგენთ TBC ბანკის ბრენდის და კრეატიული განყოფილების ხელმძღვანელს ქეთა ყავლაშვილს და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მენეჯერს, ვეტერან მორაგბეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ ლექსო გუგავას. მოგესალმებით, ქეთა, ლექსო. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა თქვენის ნებართვით თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, სამძიმარი გამოვუცხადო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 24 წლის უნიჭიერესი მორაგბის ელგუჯა სურგულაძის ახლობლებს ოჯახს სრულიად ქართულ სარაგბო თემს. ამართლაც ეს არის ტრაგედიის გამო, ბუნებრივია თქვენს მიერთებით. და ჩვენი პირველი შეკითხვა ქეთას რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოს ჩატარებას, ამის თაობაზე რას გვეტყვი ქეთა, როგორც საქართველოს ქართული რაგბის მხარდამჭერი, TBC ბანკის წარმომადგენელი, აქვე მეორე შეკითხვა, TBC ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერია და რატომ აირჩია TBC ბანკმა მაინც და მაინც რაგბი? გამარჯობათ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ესეთი ტიპის გადაცემები ზოგადად კეთდება ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ამ თემის პოპულარიზაციას. რაც ასევე ძალიან მიხარია. თქვენ კითხვას რაც შეეხება პირველ რიგში ვიტყვი თუ რატომ აირჩია TBC ბანკმა ეს მიმართულება. რეალურად სპორტი არის თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, იმისთვის, რომ ის თაობა, რომელიც იზრდება და მოდის, იყოს უფრო, როგორ ვთქვა, ჯანსაღი, უფრო აქტიური, უფრო კარგი, ვიდრე რაგბი არის პირველ რიგში სპორტის სახეობა, მეორე რიგში, რაშიც ახლა კიდევ უფრო დარწმუნდი, არის ესეთი განსაკუთრებული ტიპის სპორტის სახეობა, რაც არის გუნდურობის ბავშვებისთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ უნვითარებს სხვადასხვა ესეთ საჭირო თვისებებს, როგორც არის მხარში დგომა, მეგობრების, არ ვიცი, დახმარება, გუნდურობა, ერთად ყოფნა და რაღაც მეგობრობის და ესეთი
თავდაბლობის ძალიან კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ყველა ვინც გავიცანი მე ამ ბოლო პერიოდში მორაგბე ხა თამაშობს ნამდვილად კი და ძალიან კაია. მე მგონია რომ ეს თვისებები ძალიან ისეთი არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დღეს. გარდა ამ თვისებებისა სპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ განვითარდეს ქვეყანაში, იყოს პოპულარული და ბავშვები ყველა დადიოდეს სპორტზე და რაგბი, იმიტომ რომ არ ვიცი, მგონია რომ ჩვენი სპორტია და არა მარტო მე, TBC Bank-ს, ანუ ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება მენეჯმენტმა და ზოგადად მარკეტინგმა, მგონია რომ არის ჩვენი სპორტი ძალიან კარგად ასახავს ჩვენს ხასიათს, ჩვენს შესაძლებლობებს გამოხატავს და თან საკმაოდ კარგები ვართ და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობით და იმ მინიმალური რაღაცებით, რასაც ვაკეთებთ, უფრო მეტად ვეხმარებით ამ სპორტს, რომ პოპულარული გახდეს ქვეყანაში. ნამდვილად. რაგბის გულშემატკივარი მოუთმენლად ევლის ამ მართლაც გრანდიოზულ ტურნირს, მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე მორაგბეთა შორის შეჯიბრებას, რომლის და არის ჩვენს ქვეყანაში ჯერად ჩატარებულა, გულისხმობ სპორტის გუნდურ სახეობებს, სათამაშო ბურთიან სახეობებს, საქართველოს არის პირველი ეგრეთ წოდებული მეორე დონის არაბულ ქვეყნებს შორის, სადაც ეს ტურნირი იმართება და ლექსო გუგავას შეკითხვა ბუნებრივია რაგბის საერთაშორისო კავშირის მხრიდან ალბათ განსაკუთრებული ინტერესი და შესაძლოა გარკვეული დოზით ასე ვთქვათ პრესინგიც იგრძნობოდა ორგანიზატორთა მიმართ, როგორც ჩაიარა ლექსო მზადების ეტაპმა და როგორია ამჟამინდელი წინა სატურნირო მოცემულობა 25 მაისიდან, ანუ ხვალიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე გუნდები დაიწყებენ ჩამოსვლა საქართველოში. მოგესალმებით, მეც პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და არ შემიძლია გუჯას ოჯახს, მეგობრებს არ მიუსამძიმრო ეს დიდი დანაკლისია. რა თქმა უნდა, გუჯასთან მეც მომიწია ჩემი კარიერის ბოლოს უკვე თამაში, ერთ გუნდში თამაშობდით. ლელოს 4 ჩემპიონობიდან 3 ფინალში მეც ვითამაშე და ერთად ვითამაშეთ გუჯასთან ერთად და იყო ძალიან გამოკვეთილი მორაგბე, ძალიან დიდი ძალიან მაგარი ბიჭი დაკარგა ქართულმა, რა თქმა უნდა, ძალიან დანაკლისია. რაც შეეხება ტურნირს, დავიწყებ იქიდან, რომ მეორე დონის არაბულ ქვეყანა პირველია საქართველოს, სადაც ტარდება ეს ტურნირი. მეორე დონეში იგულისხმება ძალიან დიდი ქვეყნები, როგორც არის ამერიკა, კანადა, იაპონია და ასე შემდეგ. ეს პატივი, ერგო თქვა საქართველოს, ეს არის ერთგვარი ძალიან დიდი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. გარკვეულწილად რა თქმა უნდა არის გარკვეული პრესინგი, ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ პირველად მასპინძლობს საქართველოს ამ ხელა ტურნირს. რაგბის კავშირიდან დაწყებული, არ ვიცი, ეს ტურნირი არის ყველას მთელი ქვეყნის არის და არ არის, ვთქვათ, რაგბის კავშირის ან რაღაცა სხვა იმ ადამიანების, ვინც გვერდში უდგას ქართული რაგბის განვითარებას, ეს არის მთელი ქვეყნის და არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ისე ენთუზიაზმით, ძალიან დიდი ენერგიით არის ჩართული, იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ყველაფერი გვარდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი იქნება ეს 20 წლამდე ჩატარებული საქართველოში. ანუ საერთაშორისო კავშირის მესვეურები კმაყოფილები არიან ამ წუთის მონაცემებით. ცით რა არის? როგორც ისეთი მონიტორინგი. კი, როდესაც დაიგეგმა ეს ჩემპიონატი უკვე გადაწყდა, თქვა ტენდერი იყო, ძალიან ბევრი ქვეყანას ჰქონდა სურვილი ჩატარებული იყო, მაგრამ როდესაც გადაწყდა, რომ საქართველოში ჩატარებული იყო, ამის შემდეგ ეტაპობრივად ყოველთვის ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მიმართულების ადამიანები რაგბის კავშირიდან და მიმდინარეობდა მონიტორინგი, ინსპექცია ყველაფრის აბსოლუტურად სასტუმროების, სავარჯიშო, სათამაშო მოედნების, ფიტნეს დარბაზების და ასე შემდეგ და ყველა ჩამოსვლაზე გარკვეულად ძალიან მცირე იყო პრობლემები, მაგრამ ყოველთვის ეს პრობლემები აღმოფხრულია მთლიანად და ანუ ყურადღების გარეშე არც იმად დაუტოვებთ, არც ჩვენ დაგვიტოვებია რა თქმა უნდა და არც იმ ადამიანებს, ვისაც ხელიწიფება ვთქვათ ამ ტურნირის კარგად ჩატარება. ლექსო, თამაშების განრიგის შესახებ მინდა მკითხო, ეხლა აქტიურად ჩახედული ამ სიტუაციაში მსმენელი ალბათ გარკვეულია, მაგრამ ისინი ვინც თქვათ არიციან, თქვათ მატჩებზე დაასწრებენ ბილეთები, დღეიდან დაიწყო მიხეილ მესხის სტადიონზე, როგორც ვიცი, სალაროებში ბილეთების რეალიზება კიდევ ვიგეგმება, როგორც შემთხვევით ცნობილია 31-დან უკვე უშუალოდ საშეჯიბრო პირველი დღიდან ბილეთების გაყიდვა, რაც შეუძლიათ როგორ ანერად. ბილეთები უკვე
სადღაც ერთი თვე იყიდება ონლაინ დიახ, მაგრამ დღეს დაიწყო უკვე სალაროებში თბილისის თამაშების გაყიდვა, 28-ში დაიწყება ქუთაისში უკვე აი არენას სალაროებში 12 საათიდან ქუთაისის თამაშების ბილეთების გაყიდვა. ქვეჯგუფები არის ესე გადანაწილებული, რომ ორი ქვეჯგუფი თამაშობს თბილისში ავჭალის სარაგბო ბაზაზე, ერთი ქვეჯგუფი ეს არის ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია და იტალია თამაშობენ ქუთაისის აია არენაზე. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა გუნდი მოდის თბილისში და გრძელდება პლეი-ოფები, ეს არის ავჭალის სარაგბო ბაზა ისევ და ლოკომოტივის მიხეილ მესხის სტადიონი. ძალიან კარგი რაც არის, ეს ამ სოფლიო ჩემპიონატის ფორმატი ესეთია, რომ აბსოლუტურად ყველა გუნდი თამაშობს, ყველა სათამაშო დღეს, იმიტომ როგორც ზედა ადგილები თამაშდება, ასევე თამაშდება ქვედა ადგილებიც, გასავარდნის ზონაც და ძალიან კარგი ის არის, რომ არ მცირდება თამაშების რაოდენობა. პირველ სათამაშო დღეს რამდენი თამაშია, ზუსტად იგივე არის ბოლო სათამაშო დღეს. ასაგებია. კეთა თქვენ მინდა მოგმართოთ როგორც ვიცი TBC-ის ფაქტიურად ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელიდან დაწყებული აქტიურად არის ჩართული რაგბის მსოფლიო თასის აი ამ სამზადისში. რაიმე ღონისძიება, დამატებითი ღონისძიება ხო არ იეგმება TBC-ის მხრიდან, ან თქვათ რაიმე დამახალისებელი პრიზები ხომ არ არის თქვათ იქ, თუნდაც გულშემატკივრებისთვის, ან თქვათ რაიმე საკონცერტო დამატებითი მსგავსი რა ღონისძიებები? საკონცერტო ღონისძიებები არაფერი, მართლა კი, ანუ ყველა ჩართული არის, ყველა თანამშრომელი ენთუზიაზმით ეხება, არ ეხება, ანუ მუშაობს მარკეტინგში, არ მუშაობს, აბსოლუტურად ყველა ძალიან დიდი ინტერესით არის ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. რაც შეეხება, არ ვიცი, ღონისძიებები იქნება თვითონ სტადიონზე თამაშების დროს. რასაც რაგბის კავშირთან ერთად ვაკეთებთ და სხვა სპონსორებთან ერთად, ეს იქნება ფან ზონა, სადაც რახან თამაშები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თამაშებს შორის შესვენების დროს მაყურებელი რომ გაერთოს, არ ვიცი, მოვიდეს, თქვათ, შეიძინოს საგულშემატკივრო ატრიბუტიკა რაგბის თორის სტენდზე, შესაძლებლობა შეიძლება კონდეს შეხვდეს მოთამაშეებს, დაისვენოს, უყუროს ჰაილაითებს ეკრანზე, იქ იქნება მუსიკა, ლაივი, ბევრი გასართობი, რაც ხდება ხოლმე ზოგადად სხვა ფანზონებში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ TBC Bank-ს. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს საინტერესო ტურნირთან დაკავშირებით. ლექსო საქართველოს წელს მეორედ მონაწილეობს ოსლანდელთა ჩემპიონატში. მოკლედ რომ მოვუთხროთ რადიო მსმენელს ამ ტურნირის ისტორიის შესახებ, როდიდან იღებს სათავეს ოსლანდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რა დონის გუნდები მონაწილეობენ და სიამოვნებით მეორე დასპარეზობს ჩვენი ნაკრები. დიახ, მსოფლიო რაგბში ეს არის სიდიდით და პრესტიჟით გავლენით მეორე ტურნირი დიდების მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. აქამდე იყო როგორ ასაკობრივი ნაკრებები კომპლექტებოდა ორნაირად, იყო 19 წლამდე ნაკრები, იყო 21 წლამდე ნაკრები. ორივე თამაშობდა გარკვეულწილად რაღაც დონის მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირს. შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ეს ასაკი საერთოდ გაუქმდა ორივე ასაკი და გახდა 20 წლამდე ასაკობრივი ასაკი. ეს 2008 წლის შემდეგ ტარდება უკვე ამ ფორმატით, იმიტომ რომ 20 წლის და 20 წლამდე მორაგბეები უკვე 19 წლის არიან უკვე იმ ასაკში, იმ ფორმაში, რომ 20 წლის შემდეგ უკვე თავისუფლად თამაშობენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში. დონის განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ჩატარების ხარისხთან ერთად, მომსახურების ხარისხთან ერთად, ასევე ის გუნდები, რა გუნდებით ჩამოდიან, ხო? ეს არის პლუს კიდე რთული ტურნირი, იმიტომ არის აქ არ მონაწილეობს, თქვათ, 24 ქვეყანა, როგორც არის დიდების მსოფლიოზე. აქ მონაწილეობს 12 ქვეყანა და ამ 12 ქვეყანაში წელს, თქვათ, მეორე დონის ქვეყანა არის მხოლოდ ორი, ეს არის საქართველო და სამოა, კი. ესეც მეტყველებს ტურნირის, თქვათ, იმ ხარისხზე, ხო? ასევე ძალიან საინტერესოა, მაგალითად 2011 ფინალი, 2011 წლის ფინალის შემდეგ, რომელიც იყო ინგლისი და ახალი ზელანდია, დღეს, თქვათ, კონკრეტულად ვინც ფინალი ითამაშა ორივე გუნდიდან, აღებული სულ რაღაც არის 30 ადამიანი, ხო, 15-15-ზე თამაში.
დღეს თავის ეროვნულ ნაკრებში ინგლისის და ახალზელანდიის ჯამში თამაშობს 18 მოთამაშე იმ 2011 წლის მოთამაშე და ძალიან ბევრი კიდევ ხო როცა 20 წლამდე ჩემპიონატს ამთავრებენ შემდეგ წელს უკვე ხდებიან უკვე ვარსკვლავები და თავიანთი ქვეყნის ნაკრებებში თამაშობენ ესეც საკმარისია მე მგონი იმისთვის რომ რა დონეს აი ზუსტად ამ საუბრის გაგრძელებას მინდა შევეხო მომდევნო შეკითხვა ოღონდ ეხლა ჩვენს ეთერში ცირე სარეკლამო ჭრის დრო და ახლობით 60 წუთში და ჩვენი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს. თქვენ უსმენთ გადაცემას რაგბი გვაერთიანებს ახალგელაშვილთან ერთად. გადაცემის მხარდამჭერია მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი TBC ბანკი. დაუბრუნდით ეთერში გადაცემა რაგბი გვაერთიანებს პირველი გადაცემა ჩვენი სტუმრები TBC ბანკის ბრენდის და კრეატიული განყოფილების უფროსი ხეთა ყავლაშვილი და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მენეჯერი ვეტერანი მორაგბე ლექსო გუგავა ჩვენი სტუმრები შეკითხვა კეთა თქვენ ჩვენ ვისაუბრეთ ეთერს მიღმა და ძალიან მინდა ამაზე უფრო დაწვრილებით ეთერში ვისაუბროთ მტკივნეული თემა რეგიონები იქ არსებული უფრო კონკრეტულად არ არსებული თითქმის მოშლილი ინფრასტრუქტურა რეგიონებში საკმაოდ რთული ვითარება ეხლა კონკრეტულად ჩვენ რაგბიზე ვსაუბრობთ და აი ამ მიმართულებით თუ აპირებს TBC ბანკი მუშაობას მე გულისხმობ თქვათ დაზიანებულ მოედნებს, ან თქვათ მოედნების აღდგენა, ან ახალი მოედნების მშენებლობა თუ აქვს TBC ბანკს ამის თაობაზე რაიმე სახის გეგმები და იგივე მინდა მე ლექსო თქვენს რომ ისაუბროთ ამ თემაზე, ანუ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ოდნავ გადაუხვიოთ ოსლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. კი, იმიტომ რომ ეგეც მნიშვნელოვანია, ანუ ვერ იქნება ქვეყანაში სპორტი პოპულარული და ვერ იქნება ბევრი სპორტსმენი, თუ არ იქნება ეს სფერო, ანუ ინფრასტრუქტურა აწყობილი და მოგვარებული. ამ ეტაპზე ანუ TBC ბანკი არ არის დაკავებული თქვათ ინფრასტრუქტურის მოწყობით ან აღდგენით ან მისი რესტავრაციით. ამ ეტაპზე ჩვენ ძირითადად დაკავებული ვართ იმით, რომ მოვახდინოთ თემის პოპულარიზაცია თვითონ რაგბის. და რასაც ვაკეთებთ არის სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანიები, იქნება ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატის თუ სხვა ტურნირების ვაკეთებთ ონლაინ მაღაზიას, რაც თქვენ ახსენეთ, რაც ვფიქრობთ, რომ მასიურად უფრო პოპულარულს გახდის და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანს რაგბის მოსახლეობის. ანუ ამით ჩვენ თვლით, რომ რაღაცნაირად გავზდით თემის მიმართ და ამ სპორტის მიმართ ინტერესს. რაც ავტომატურად გამოიწვევს სავარაუდოდ იმას, რომ ყურადღება მიექცევა უკვე აი მაგნაწილ ზუსტად რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, სკოლებში ვთქვათ მოწყობას, სტადიონების, ტრენერების ყოლას და ასე შემდეგ. რაც ვფიქრობთ, რომ უფრო ეს სახელმწიფოს თემა არის, თუნდაც აი სტადიონების გამართვა. თუმცა არის სხვა ტიპის პროექტები, რასაც ახლა ხელი მოვკიდეთ. ეს არის უფრო სოციალური ტიპის პროექტები და მაგალითად ნიკოზი არის ესეთი ადგილი, სადაც ბავშვებისთვის იგეგმება, რომ მოეწყოს ეს სავარჯიშო ეს არ იქნება თან დიდი სტადიონი და დიდი ინფრასტრუქტურა, თუმცა სავარჯიშო რაღაც ტერიტორია, სადაც ისინი შეძლებენ ივარჯიშონ ამაზე. პირველი ნაბიჯები გადადგან. კი, ანუ ეს არის ჩვენ გვაქვს ეს status donate ესეთი პროგრამა, სადაც ჩვენი კლიენტებს შეუძლიათ რა თქვა რაღაც კონკრეტული თანხები შეწირონ სხვა სოციალურ პროექტებს, მათ შორის აი ხლა ამ პროექტს ჩაუშვებთ და ასევე მალე რაგბის თორზეც ექნება შესაძლებლობა მოსახლეობას, რომ ესეც იყიდის რაიმე აქსესუარს, იქ თქვა რამდენიც უნდა 1 ლარი ან 2 ლარი, აი ესეთი ტიპის პროექტებს, ასე ვთქვათ, დაახმაროს. ეს არის, სადაც ვაკეთებთ. მგონია, რომ უფრო თემის პოპულარიზაციით, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში და რაც ჩანს, უფრო და უფრო ესეთი პოპულარული ხდება სპორტი და მათ შორის რაგბი და მგონია, რომ თავარი ეგ არის და მე უკვე ყურადღება მიექცევა და ინფრასტრუქტურასაც მიეხება. რა თქმა უნდა, თანხმდეთ რა TBC ბანკის და საქართველოს რაგბის კავშირის. ლექსო თქვენ რა სიტყვით ამის თაობაზე, რა თქმა უნდა პირველ რიგში ძნელი არ დაგეთანხმოთ სახელმწიფოს ჩართულობა პირველ რიგში იმისთვის რომ რაგბი
და საერთოდ ზოგადად სპორტის სხვადასხვა სახეობები რეგიონებში გახდეს უფრო პოპულარული. რაგბი განსაკუთრებით პოპულარული სახეობაა დღესდღეობით, უამრავი ბავშვი ოცნებობს რომ იაროს რაგბზე, მაგრამ ამის საშუალება ელემენტარული არ არსებობს. ნებავთ მოედნების, ნებავთ ელემენტარული ბაზების კუთხით რეგიონებში. თქვენ როგორც პროფესიონალი მორაგბე ძალიან გულანთებული ბავშვი რაც მე მეც ვიცი ხა ბავშვები რეგიონებში არიან რომ ელემენტარული პირობები არ აქვთ რომ თბილისში ჩამოვიდნენ და აქ ივარჩენ მონაცემები აქვს წინვალე ფიზიკური ყველაფერი. თქვენ როგორ ხედავთ ლექსო როგორც პროფესიონალი მორაგბე, წარმატებული მორაგბე? რა უნდა გაკეთდეს მაინც თქვენი? რა არის აი სარაგბო ინფრასტრუქტურა ვთქვათ რაც ახლა გააჩნია რითი სარგებლობს რაგბის კავშირი, ეს არის თბილისში ავჭალის ბაზა, შევარდენის სანაკრებო ბაზა, ეს არის ლელოს კლუბის სათამაშო სტადიონი და ბაზა, ლოკომოტივის შენდება, ასევე ქუთაისის ძალიან კარგი დიდი სარაგბო ბაზა თავის სასტუმროთი და სხვა ინფრასტრუქტურით, ეს არის ფოთი, ეს არის თქვათ ბათუმი, ასპინძა, ეს ყველაფერი გააკეთა ფონდმა ქართულ, ყველამ ვიცით ხო, როდის დაიწყო თქვათ, იმიტომ რომ არ არსებობდა აქამდე არანაირი ესეთი ბაზა და ყველა მომსწრებად როგორ შენდებოდა ხო? კიდევ ეს რაგბის კონკრეტულად რაგბის თვალსაზრისით, მაგრამ რა არის იცით ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არის რეგიონები, თქვათ მაღალმთიანი რეგიონები, ასევე ცოტა ესეთი კუთხეები, სადაც ჩვენ დავდივართ რაგბის კავშირიდან, თქვათ რაგბის კავშირის სხვადასხვა სოციალური პროექტების განსახორციელებლად და იქეთან რაც ახსენეს ზუსტად ძალიან მაგარი რაღაც გააკეთეს ახლა რომ ეს ნიქოზში ეს ბავშვებს ექნებათ სავარჯიშო ინფრასტრუქტურა გარკვეული და ეს ადგილი სადაც ივარჯიშებენ, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ნიჭიერი, ისეთი ღონიერი და გონება გახსნილი და იკარგება ნაცნობი ეს მე დავდივარ თელ საქართველოში აბსოლუტურად. ეს გლობალური თემაა, ამ თემას რადიო იმედი სპორტული სამსახური ცალკე გადაცემებს უძღვნის ჩემი კოლეგა დიდო მარინაშვილი თავის ავტორო გადაცემაში. ახლა ჩვენ დავუბრუნდეთ კლუბ ოცლამდელთა ამ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც დღეს წორს იხსნება. ლექსო შაშანდელ ტურნირში, შაშანდელ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ უკვე ლობჟანიძე, გორგაძე, აფრასიძე, ტაბიძე, გიორგაძე, მატარაძე, სვანიძე, ასევე გიორგი ცუცკიძე არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ასევე არაერთ დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილ მორაგბეს აქვს წინა წლებში მონაწილეობა მიღებული, ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ თქვენ ისაუბრეთ. ეხლა არ მინდა გარკვეულწილად პროგნოზის სახე მივცე ამ კითხვას, როგორც პროფესიონალი და წარმატებული მორაგბე, რას გვეტყვით, როგორია ჩვენი შანსები მოახლოებულ ტურნირზე, გამომდინარე იქიდან რომ თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ საქართველოს ნაკრების წევრებთან, ყურადღებით ადევნებთ თვალს ჩვენს მეტოქეებს. ამის თაობაზე რა შანსები გვაქვს, რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს იყო თქმული რომ წარმატება იქნება თუ 12-ში შევინარჩუნებთ ადგილს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა გულშემატკივრას. არის არაფერი არ მოდის სწრაფად ზოგადად და რაღაცა ერთი ხელის მოსმით ხო, ყველაფერი რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყება და მე გარკვეულწილად წარმატებას მოდის ის დამსახურებული ეს გრძელვადიანი წარმატება, რამაც შეიძლება წაგვიყვანოს იმ ელიტაში და ის ნანატრი 6-ერი გახდეს 7-ერა და ასე შემდეგ და ქართულმა კლუბებმა მოსნება ქართული. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გარკვეულწილად ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება, აუჩქარებელი, ნაფიქრი, ნაბიჯ სიარული. ჩვენი ძალიან დიდი წარმატება პირველ რიგში იყო ის, რომ მოვხვდით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორედ გამოდის საქართველოს წელს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე, ეს არ არის დიდ ბაგვარი, თქვა დიდების მსოფლიოს 24 ქვეყანა თამაშობს. ხო, კონკრეტულად 12 ის უძლიერესი ქვეყანა თამაშობს და აქედან რა თქმა უნდა მეორე დონის მხოლოდ 2 არის რა, ესეც გარკვეულწილად უფრო ამძაფრებს და უფრო რთულს ხდის, თქვათ, მაღალი ადგილებისთვის, ყველა გუნდისთვის აბსოლუტურად რაღაც იმას ხო შეჯიბს.
ჩვენი შანსები მე პირველ რიგში ის მინდა ვთქვა რომ მეც ახლა ხო ამდენი წელი ვთქვათ ვიცი ბიჭებთან ერთად როგორ გადიხარ მოედანზე ყოფილვარ მითამაშე და არასდროს არ ფიქრობ იმაზე რომ ამ თამაშს მოვიგებ ვერ კონკრეტულად ერთი მიზნისთვის გადიხარ და ბოლომდე დადო ყველაფერი გაიხარჯო 100% რაც ივარჯიში ის გამოიყენო ბოლომდე დადო ყველაფერი და შემდეგ რა თქმა უნდა ის გამარჯვებაც მოდის ძალიან რთული იქნება ჩვენთვის წელს ეს მსოფლიო ჩემპიონატი მაგრამ არ ვიცი მე ეხლა რომ ნახე Western Province-ის აკადემია იყო საკმაოდ ძლიერი ჩამოსული სამივე თამაში ძალიან მომეწონა იმიტომ რომ რა არის ძალიან სასიამოვნოა ის რომ თქვა ჩემი თაობის დროს ჩვენ რასაც თამაშობდი რაც გვიჭირდა შემდეგმა თაობამ ეს გამოასწორა შემდეგმა თაობამ კიდე სხვა რაღაცები გამოასწორა და აი შარშანდელ ნაკრებს ყველა ნახეთ რომ ძალიან კარგად თამაშეს ხო რაც ქონდა თქვა გამოსასწორო ის რაღაცები კიდე ამათ უკვე გამოსწორებული აქვს და ძალიან მომეწონა და არ მინდა რაღაცებს წინ გავასწრო თავარია ეს ტურნირი აქ თამაში მასპინძლობას რო თავი დავანებოთ აქ თამაში არის ძალიან დიდი პრესტიჟი ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი გაკვეთილი მაგალითი ჩვენი ერთ-ერთ ინტერვიუში აღარ მახსოვს უდაცად ლექსო თქვენ მზადეთ რომ ჩვენის მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კარგად მაღალ დონეზე მივიდა ორგანიზების მხრიდან და ეხლა მთავარია ორგანიზებას ამ მაღალი დონის ორგანიზებას მაღალი დონის თამაშიც შევაშველოთ ეს საქართველოს ნაკრები რო ბოლომდე იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს ამაში ეჭვი არავის გვეპარება წარმატებები უსურვოთ რა თქმა უნდა ტურნირის მსვლელობისას თბილისში სხვადასხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებთან ერთად არაერთი ცნობილი სარაგბოს სამყაროს არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში მათ შორის ბილ ბომონტი მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ლეგენდარული კი ასევე აგუსტინ პიშოტი არგენტინელი ლეგენდა კიდე ვინ აპირებს გავსი ცნობადობის პერსონალიებიდან საქართველოში ჩამოსვლას თუ არის სამის სახით ინფორმაცია ძირითადად ბილ ბომონტი როგორც მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ასევე პიშოტი რომელიც რაგბის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან 2007 წელს ჩვენ არგენტინის ნაკრებს რო ვეთამაშეთ იქ თამაშობდა კაპიტანი იყო აგუსტინ პიშოტი და ამას რო თავიდანვე ძალიან ესეთი გამორჩეული ადამიანია ჩვენს მიმართ საქართველოს რაგბის მიმართ, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს მხარდამჭერ რაღაცა განცხადებებს და ჩვენ მეგობრად სულ ესე მეგობრად გვიდგას გვერდში. ბილ ბომონტის და პიშოს გარდა ჩამოდიან სხვადასხვა World Rugby-ის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე არ ვიცი, შეიძლება ჩამოვიდეს თქვა სებასტიან შაბალი, რომელიც ასევე აი თქვათ რაღაცა მოცემული არის რაღაცა დღეები თქვათ რომ ჩამოდიან მაგრამ შეიძლება შეცვალონ და ბოლოს ჩამოვიდნენ ეს ზუსტად დადგენილი არ აქვს რა დღეებში ეს არის საკმაოდ დიდი მოვლენა არა მარტო ჩვენთვის საქართველოს საერთოდ სარაგბოს სამყაროში ყველას უთხრა ყველას ვეუბნები აბსოლუტურად მორაგბეს არა მორაგბეს რაგბის მოყვარულს ვისაც არ უყვარს იქნებ შეუყვარდეს მომავალში და ზოგადად სპორტის მოყვარულს ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის რაღაცა ტურნირი. თქვა აირბის ტურნირი, რომელიც შეგვიძლია ყოველ წელს ჩავატარო საქართველოში, ან ევროპის ჩემპიონატი, რომელიც თქვა შეიძლება 5 წელიწადში ან 6 წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ რა. არის მსოფლიოში ძალიან ბევრი სარაგბო ქვეყანა, ვინც ელოდება ყოველ წელს რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატაროს. ხო, ორგანიზებისთვის. აი, როდი შეიძლება ეხლა გითხავთ, როდი შეიძლება კიდე ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარდეს საქართველოში? აი, რამდენი წელი? ძალიან დიდი ხნის მერე ალბათ, 20-25 წლის მერე შეიძლება სულაც არ ჩატარდეს, ხო, ჩვენ ვერ ვნახოთ მეორე და ამიტომ აი ყველა მინდა რომ ეს სიამოვნება ყველამ შეიგრძნოს. თან რეალურად ეს 20 წლამდელთა კი არის, მაგრამ ანუ რეალურად სხვაობა ფაქტიურად არ არის. ეს 20 წლამდელები ანუ 2 წელიწადში ითამაშებენ სოფლიოზე იაპონიაში. ამიტომ მართლა ყველას ურჩევ რომ არ გამოტოვოს ეს არაჩვეულებრივი თამბეჭდავი დღეები. გულშემატკივრები მრავლად მივიდნენ ამ თამაშებზე უგულშემატკივრონ ჩვენს ნაკრებს. ძალზე პოპულარულია რაგბი, ერთ-ერთი ნათელი დადასტურება არის თუნდაც ულამაზესი ქალბატონის ჩართულობა ასე გარკვეული კარგად რაგბში. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, სვირფასო მეგობრებო,
ლეგზომით რომ ნებისმიერ საკითხზე რაგბისთან დაკავშირებით შეგიძლია შეკითხვა დაუსვაქეთას, ისე კარგად არის შეხედული და გარკვეულიო. ამიტომ მართლა ისე, მართლა ძალიან შთამბეჭდავია თვითონ სტადიონზე ყოფნა. ჩემთვის ეს გამოცდილება ახალია, ადრეც რამდენჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეხა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სტადიონზე ყოფნა და ყურება არის სრულიად სხვა გამოცდილება. და ეხლა ისეთი საშუალება აქვს ყველას, ვინც აქამდე არ ყოფილა სტადიონზე და ვინც ყოფილა და უყვარს რაგბი, ისეთ თამაშებს ნახავენ, ისეთი ქვეყნებს, რომელსაც ალბათ, რა ვიცი, ძალიან დიდი ხანი ვერ ნახავენ ლაივში. ამიტომ არ უნდა გამოტოვონ ეგ თამაშები, არ ვიცი, ზელანდია იქნება თუ სამხრეთ აფრიკა თუ საფრანგეთი, მართლა ძალიან კაი თამაშები იქნება. ამიტომ მოვიდნენ. თან თავიანთი მეგობრებიც წამოიყვანონ. არის რაღაცები, რაც არ უნდა გამოტოვო ცხოვრებაში, ასეთ როდის გაიმართება კიდე არავინ არის ასეთი. და აქ არის თუ ის ზელანდიური ჰაკა, რომელიც მართლა სანახავია კი არის სამოას აკეთებს იგივეს არის სადამთან ეს ბიჭები ყველა ხო მთელი დღე მიდის ხო თამაშები 4 თამაშია თბილისში ერთ დღეში 2 არის ეს მოთამაშეები ვინც ამთავრებს ამ შემდეგ ამოდიან ტრიბუნებზე ხდებიან და უყურებენ სხვა გუნდის თამაშს ძალიან ის არის სასიამოვნო ესეთ ცოცხალი ატმოსფერო და პლუს კიდე ძალიან მაგარია როცა სადღაც ნანახი ყავს ვიღაცა და მე 2 წელიწადში უყურებ და რაღაც სუპერ ვარსკვლავია რა და ეგრეც იქნება იმიტომ რომ ეს არის მომავალი ვარსკვლავები სპორტული კუთხე დამდეგი მსოფლიო ჩემპიონატისა არის კიდევ უამრავი აუცილებელი რამ თუნდაც ის რომ ტურიზმის კუთხით ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვა რომელიც საინტერესდება საქართველოს რამდენიმე დღის წინ ნარდის კლუბმა გააკეთა მედია ტურნირი ჩამოსული იყო უამრავი ჟურნალისტი პირველად იმყოფებოდა მათი უმრავლესობა საქართველოში დარჩენილი ახტოვანებულები მოიარეს დასავლეთ საქართველოში გახდათ ეს ტურნირი და საერთოდ ეს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრებები გარდა სპორტული კუთხისა ბუნებრივი ემსახურება ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით დიდი მადლობა ამისთვის TBC ბანკს რა თქმა უნდა რაგბის კავშირს რომლის მეცადინეობით ტარდება საქართველოში სპორტის სამინისტროს და ყველა იმ სტრუქტურას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია და რომელმაც შექმნა ეს ატმოსფერო დიდი ტურნირი, რომელსაც პირადად მე დიდი მოუთმელობით ძალიან ველოდები სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, გადაცემა რაგბი გვაერთიანებს, რომელიც 2017 წლის ოსლანდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება სრულდება ზუსტად ერთ კვირაში 31 მაისს შეხვდებით ჩვენ 31-ში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინის ნაკრებია კიდევ ბევრ ამაზე მსურდა თქვენთან საუბარი TBC ბანკის ბრენდის და კრეატიული განყოფილების უფროსი ქეთა ყავლაშვილი და ოსლანდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მენეჯერი ლექსო გუგავა იყვნენ ჩვენი სტუმრები ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის დიდი მადლობა თქვენ რაგბი ჩვენი თამაშია რაგბი ჩვენი თამაშია მომავალ შეხვედრამდე კარგად მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი TBC ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას რაგბი გვაერთიანებს კახა გელაშვილთან ერთად